დღეს ვისაუბრებთ გასახდომ ინდუსტრიაზე. აქაც უნდა დავამსხვრიო სტერეოტიპი. ოზემპიკის, მანჯაროს თუ სხვადასხვა ინექციების. თქვათ ვიკლებთ 20 კილოგრამს. წონის სწრაფი კლება ხელს უწყობს ნაღლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას. ეგრე თუ იყვება არ მოიმატებს 20 კილოს. პირდაპირ მოქმედებს პუჭის გაცლის ტემპზე. როგორ? მადის დამაქვეითებელი საშუალება ბუნებრივი არ არსებობს. აქ უკვე ძალიან ცუდ და არასასიამოვნო ჩიხში შევდივართ. იყო პროვოცირებული ფარისებრი ჯირკვლის იშვიათი ტიპის სიმსივნეები. როგორ მოიპოვება ის შავ ბაზარზე და რატომ? კარგი კითხვა ძალიან. ჩვენ არ ვმკურნალობთ ესთეტიკას. მაინც დანიშნავთ თქვენ ამ ჯადოსნურ ინექციებს, რომელსაც წონაში დაიკავებთ. ჩვენ ვიხდით ძალიან ძვირ ფასს და ეს არის კუნთოვანი მასა. ინსულინ რეზისტენტობა არის მუდმივად იბრძვიან წონას, არიან დიეტებზე, მსგავსი ეფექტურობა პრაქტიკულად სხვა პრეპარატებს არ აქვს. მე მგონი მე ეგ რეზერვიც არ მაქვს. რადგან წონის დეფიციტში ვიმყოფები. გამარჯობა, მე გვანცა ტარასელია ვარ და თქვენ უყურებთ ჩემი პოდკასტის მომდევნო ეპიზოდს. დღეს ვისაუბრებთ გასახდომ ინდუსტრიაზე და იმ ყველაფერზე, რაზე შეიძლება წავიდეს ადამიანი სილამაზისთვის, რა რისკი შეიძლება გასწიოს ვიზუალური ეფექტისთვის და ზოგადად რას გვთავაზობს ეს ინდუსტრია სასურველი შედეგის მისაღწევად, რა არის რისკები და რა არის დადებითი მხარეები. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ექიმი, ენდოკრინოლოგი და მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნინო დოლიძე და დიდი მადლობა მას, რომ შემოგვიერთდა დღეს პოდკასტში. დიდი მადლობა ინტერესისთვის და მოწვევისთვის. დღეს ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ ყველაფერი მათ შორის ეგრეთ წოდებული ოზემპიკის, მანჯაროს თუ სხვადასხვა ინექციების, დანამატების თუ წონაში დასაკლები ვიტამინების თუ მაგის დასაკარგი წამლების შესახებ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება და მე რატომ მგონია, რომ ბევრ კვანტს გავხსნით და ბევრ სტერეოტიპსაც შევეცადოთ. დავამსხვრევთ. ყოველ შემთხვევაში ბუმი არის ახლა ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ სილამაზის და ინდუსტრია და ზოგადად ფარმაცევტული ბაზარი ძალიან აქტიურად გვთავაზობს ამ მედიკამენტებს და რა ვიცი ჩემს საახლობლოში რომ გადავხედო ვიცნობ ბევრ ადამიანს ვინც მიმართავს ამ ინექციებს და სხვადასხვა პროცედურებს წონის დასაკლებად. მოდით პირდაპირ ვთქვათ რა არის ამაში ასეთი ჯადოსნური რომ ადამიანებს გონიათ რომ ერთი ჯოხის მოქნევით, ჯადოსნური ჯოხის მოქნევით და რამდენიმე ინექციით მიაღწევენ თავის სასურველ წონას, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ვიცი, რეკორდულია მაგალითად ოზემპიკის გაყიდვები და რაღაც მილიარდიანი მოგება აქვს კომპანიას. მოდით გითხარით, რა არის ეს? მართლა ჯადოსნური ჯოხია? მოდით გავაკეთოთ აქცენტი მართლაც იმ კომფორტზე, რომელიც ამ პრეპარატებს აქვთ. თავის წინამორბედ და იმავე ოჯახის პრეპარატებისგან მათ აქვთ სრულიად არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ მადის ცენტრი, რომელიც არის თავის ტვინში, ან ის ცენტრები, რომელიც განკარგავს კვების ქცევას. რა მივირთვა თუ არა, იმიტომ რომ შია და მივირთვა თუ არა, იმიტომ რომ ამით ვერთობი. ანუ კვების ბგერები, რაღაცა რომ ჩაქჩურჩულებს, რომ რაღაცის მირთმევა გვინდა. და ზოგჯერ ეს იმდენად ძლიერია ეს სურვილი, რომ ვერაფერი წინ არ ჩვენ ნებელობაზე უფრო ძლიერია და ჩვენ ნებისყოფაზე უფრო ძლიერია ხანდახან. აი, ბევრი პაციენტი, რომელიც გამოიყენებს ამ პრეპარატს და გამოიყენებს მიზნობრივად, იმიტომ რომ ეს პრეპარატები უნდა აღვნიშნოთ, რომ მარტო ექიმმა უნდა დანიშნოს და მარტო ექიმმა უნდა შეარჩიოს თავისი პაციენტებისთვის. ნამდვილად აქრობს აი ამ გარკვეულ დავარქვათ ამას მძევლობა საკუთარი სურვილის, ხო, რომ რაღაცა მივირთვათ. ესე იგი, ახლა პირველად გავიაზრე, რომ ესე იგი მაინც რაღაცნაირად თავის ტვინზე ხდება მოქმედება
და თავის ტვინის გავლით შესაბამისად მადის დაქვეითება, იმიტომ რომ ყველაფერს ჩვენი ტვინი აკონტროლებს. ნამდვილად ჩვენ რომ ჩავწუდეთ პრეპარატის მექანიზმს, პრეპარატი ზუსტად იმეორებს იმ ცილას და იმ ცილის ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას, რომელიც უბრძანებს და ეუბნება ტვინს სასიგნალო ცილა, ეუბნება რომ შენ აღარ გშია. შენ უკვე მიაღწიე გარკვეულ ნაყრევანებას. მოდით ავხსნათ, რომელ პრეპარატებზე გვაქვს საუბარი, ანუ რა ნივთიერებაზე გვაქვს საუბარი და რა შემთხვევაში ინიშნება ის ექიმის მიერ და შემდეგ რა თქმა უნდა, როგორ მოიპოვება ის შავ ბაზარზე და რატომ, ამაზეც რა თქმა უნდა ვიკითხავ. უნდა მაშინ გავიხსენოთ მარტივი ფიზიოლოგია, როგორ ხდება ორგანიზმში, ხო? საკვების მიღება, შეწოვა და გადამუშავება. ძირითადად ტრიალებთ გლუკოზის მეტაბოლიზმის გარშემო. ანუ არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ რას მივიღებთ. ვაშლის ნაჭერს, პურის ნაჭერს თუ დავლევთ პირობითად პორტოხლის წვენს ან ცომეულის ნაჭერს. ნებისმიერი ეს პროდუქტი გადამუშავდება და საბოლოო ჯამში გვაძლევს შაქარს. დიახ. ანუ გლუკოზას. ჩემებურად რო ვთქვათ. იმისთვის რომ გლუკოზა ადეკვატურად მოხვდეს იმ ქსოვილებში, რაც ყველაზე მეტად საჭიროებს გლუკოზას, მას ესაჭიროება ინსულინი. ინსულინი არის გასაღები, მოდით დავარქვათ ინსულინს რაღაცა დისტრიბიუტორი, რომელიც გადამტანი და გამანაწილებელი, ესეც ძალიან საინტერესოა, რომელიც ჩაჭიდებს ხელს გლუკოზას და მიიტანს მიზნობრივად იმ ქსოვილებში და უჯრედებში, სადაც გლუკოზა უნდა მოხვდეს. და გლუკოზა ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. გლუკოზა ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. დიახ. ხანდახან ხდება ისე, რომ ინსულინი თავის საქმეს ვერ აკეთებს ადეკვატურად. ეს არის ინსულარული აპარატის, ანუ ინსულინის გამომამუშავებელი უჯრედების სისუსტე, ეს არის ინსულინის ათვისების სისუსტე. ანუ დიაბეტი. არა, ანუ ინსულინის მიმართ გარკვეული წინააღმდეგობა, ანუ რეზისტენტობა. და ინსულინს სჭირდება თავისი თანამოაზრე ნივთიერება, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს სწორად და მიზნობრივად. აი სწორედ ეს თანამოაზრე ნივთიერებები, სადღაც თუ არ ვცდები 90-იან წლებში, მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ვთქვათ, პაციენტს ჩვენ რომ შევუყვანოთ გლუკოზა ინტრავენურად, ანუ ვენაში, და პაციენტი, რომელიც მოიხმარს გლუკოზას საკვებთან ერთად ან სითხესთან ერთად, ხო? კვებითი გზით. ინსულინი ბევრად უფრო ყოჩაღია და რაღაცა ეხმარება ინსულინს თუ პაციენტი ამას ან ადამიანი ამას გააკეთებს კვებით. და მივიდნენ იმ აზრამდე, რომ არსებობს რაღაცა ნივთიერებები, რომლებიც ინსულინს აყოჩაღებს. აი სწორედ ეს ყოჩაღი ნივთიერებები იყო ის ნივთიერებები, რომელსაც დაამსგავსეს დღევანდელი პრეპარატები. ესა ჩვენ ამას ვეძახით GLP-1 აგონისტები ან GIP აგონისტები. ანუ ორი ნივთიერება, რომელიც ინსულინს ეხმარება გლუკოზის თანაბარ გადანაწილებაში და ათვისებაში და ასევე ეხმარება თავის ტვინს, რომ გაუშვას სიგნალი, რომ კვება აღარ ჭირდება. ანუ მეტი გლუკოზა, მეტი საკვები ნივთიერებები მას აღარ ჭირდება. გააჯეროს სიმაძღრის წერტილები. გასაგებია. ესე იგი, ეს პრეპარატები არის უდიდესი გარღვევა მსოფლიო მედიცინაში და შესაბამისად ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობენ პაციენტები და მინდა ამ პაციენტებზეც ვისაუბროთ, ვისთვისაც ეს ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანია და ინსულინ რეზისტენტობა მაქვს, ან საწყისი ფორმა მაქვს, ან მე მგონი ინსულინ რეზისტენტული ვარ, აი ხშირად გამიგია რა, აი რაღაცა ჩათებში, სოციმედიაში და ასე შემდეგ, თითქოს ადამიანები რაღაცნაირად ამ დიაგნოზს თავად ისვამენ, რომ შემდეგ
გამართლებული იყოს წონის კლებისთვის შესაბამისი პრეპარატების გამოყენება. მოდით ვთქვათ ეს ინსულინ რეზისტენტობა, ვთქვათ, რით განსხვავდება შემდეგ უფრო რთული დაავადებებისგან და ამ დიაგნოზის შემთხვევაში როგორ მოქმედებს ეს პრეპარატები? მოდით განმარტოთ რა არის ინსულინ რეზისტენტობა. ინსულინ რეზისტენტობა არის არსებული ფიზიოლოგიურად განსაზღვრული რაოდენობის ინსულინის რატომღაც აუთვისებლობა იმ ქსოვილების და ორგანოთა სისტემების მიერ, რომლებიც ინსულინზე არიან დამოკიდებული. ანუ სხვანაირად ესენი არიან პირველ რიგში კუნთი და კუნთოვანი მასა, იმიტომ რომ ყველაზე მეტ გლუკოზას ისინი საჭიროებენ და არ დაგვავიწყდეს რომ გულის კუნთია. ეს არის ცხიმოვანი ქსოვილი და ეს არის მთავარი მეტაბოლური ორგანო, სრულიად ჯადოსნური და სრულიად განუმეორებელი ღვიძლი, რომელიც ამ ყველაფერს მოდერირებას უკეთებს და განკარგავს, ანუ ყველაფერს აბალანსებს. ერთი ძალიან მოკლე კითხვა. ინსულინ რეზისტენტობა აპრიორი ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ჭარბი-წონა? არა. კარგი კითხვაა ძალიან. ინსულინ რეზისტენტობა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი და ზუსტად ამაზეა კვლევის ფოკუსი ახლა დღევანდელ მედიცინაში და მეტაბოლოგები ამას უღრმავდებიან. არსებობს თქვათ რაღაც გარკვეული წინასწარი განჭვრეტა, შეიძლება თუ არა ადამიანი იყოს ინსულინ რეზისტენტული. ანუ შეიძლება თუ არა ის ვერ ითვისებდეს ადეკვატური რაოდენობით ინსულინს და მაშია ეს ყველაფერი რასაკვირველია ჭარბწონასთან და გაცხიმოვნებასთან, იმიტომ რომ მარტივად და პრიმიტიულად რო ვთქვათ, ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე, ცხიმი არის ის კედელი, რომელსაც გარკვეული ორგანოები უშენებენ ინსულინს და ინსულინის განვლადობა მათში გართულებულია. თუმცა დღესდღეობით გამოდის კიდევ ერთი რუბრიკა სიმსუქნის კატეგორიაში, ეს გახლავთ ოსტეოსარკოპენიული სიმსუქნე. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ცხიმოვანი ქსოვილი იკავებს კუნთის და ძვლის ადგილს. და ანუ განლევა ხდება? არა, განლევა არ ხდება, მაგრამ მიკროარქიტექტურულად მასში ხდება ცხიმოვანი დეპოზიციები, ანუ ძვლის ხარისხი ფუჭდება. და შესაბამისად ოსტეოსარკოპენიული სიმსუქნე ნიშნავს შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნების ტენდენციას, გადანაწილებაში ნაკლებ კუნთს და მეტ ცხიმს და შესაბამისად, როდესაც კუნთი არის ნაკლებად მუშაობს და ნაკლებ გლუკოზას მოიხმარს, ინსულინ რეზისტენტობა ყოველთვის უფრო მეტია. ანუ თავარი აქცენტი მაინც არის კუნთზე. კუნთის იმედი მაქვს არ დაგაბნიეთ, მაგრამ ვთქვათ, როდესაც გლუკოზა მოხვდება ორგანიზმში, კვებით ან ოდნავ ჭარბი რაოდენობით ორგანოები ერთგვარ რიგში დგანან, ვინ მოიხმარს გლუკოზას პირველი. ვინ არის პირველი? კუნთი არის პირველი. ანუ ინსულინი საჩქაროდ გლუკოზას წაუღებს კუნთს და ის გლუკოზა, რომელიც არ გაიხარჯება კუნთის მიერ, შემდეგ უკვე გადანაწილდება სხვა ორგანოებზე და ჩვენი ორგანიზმი ესეა მომართული, ყოველთვის იკეთებს გარკვეულ რეზერვს. და თუ ჩვენ გლუკოზა არ გავხარჯეთ, ჩვენი ღვიძლი ძალიან მშვიდად და წყნარად გადაიანგარიშებს და გადააკონვერტირებს გლუკოზას ორ ნივთიერებად, რომელსაც შეინახავს და ერთ-ერთი არის ცხიმი. დავუბრუნდეთ იმ კავშირს ასე ინსულინ რეზისტენტობასა და წონის მატებას შორის, იმიტომ რომ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც რაღაც წლები დასჭირდათ, რომ ამ დიაგნოზამდე მისულიყვნენ, ეს ხო არ ხდება ვთქვათ 1 და 2 დღეში. თუ ეს რაღაცა მართლა შესაძლებელია, რომ გენეტიკურად განწყობილი იყოს ადამიანი ამისკენ და უბრალოდ რაღაც ასაკში გაიგოს ეს დიაგნოზი, იმიტომ რომ ვთქვათ მუდმივად ებრძვიან წონას, არიან დიეტებზე, ეს არის მათი მუდმივი დღის წესრიგი და უცბად სადღაც
აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ინსულინ რეზისტენტობაა. ანუ როგორ ცხოვრობს ადამიანი ამასთან ერთად, ისე რომ თან აქვს რაღაცა დისკომფორტი და ეს მხოლოდ წონაშია გამოსახული? იცით რა, ძალიან კარგი კითხვაა, მაგრამ არ არსებობს მასზე უნივერსალური პასუხი. იმიტომ რომ ინსულინ რეზისტენტობა არ არის მარტივად გაზომვადი რამ. ინსულინ რეზისტენტობა ვერის ფრაგმენტებივით გაშლილი კლინიკური სინდრომია და აქაც უნდა დავამსხვრიო სტერეოტიპი. ხშირად პაციენტებს გონიათ, რომ რაღაც გარკვეულ კვლევას, ანუ ანალიზს ჩაიტარებენ, ნახავენ, რომ ინსულინ რეზისტენტობის ინდექსი არის მაღალი და აქვთ ხოლმე სურვილი, რომ ამის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაიტარონ. ეს არ არის ესეთი მარტივი. ინსულინ რეზისტენტობას აქვს თავისი ხარისხები, თავისი კლინიკური გამოვლინებები და ჩვენ ამას ვეძახით ოქტეტს. ანუ 8 პუნქტიანი და ეს 8 პუნქტი შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და გაიზარდოს. ანუ ჩვენ უნდა ავიღოთ ის თერაპიული სამიზნეები, ჩვენ ამას ესე ვეძახით, ხომ? რა მიმართულებითაც გვიშლის ინსულინის სიჭარბე უხეშად რომ დავარქვათ ხელს, ის მიმართულება გარკვეული საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით უნდა ავიღოთ. მოდით ვაღიაროთ, რომ სამიზნეში ადამიანებს, ქალებს განსაკუთრებით პირველ რიგში ყოველთვის აქვთ ხოლმე ეს ვიზუალური დისკომფორტი. და სამწუხაროდ, სწორედ აი მერე მიდიან გამოკვლევებზე, როდესაც უკვე მართლა რაღაცა ნიშნულს ცდება ეს წონა და უკვე ვერცერთი ბრძოლის მეთოდი ვეღარ ამართლებს. და ვთქვათ, არ შეიკრა ეს 8 სიმპტომი. მე დარწმუნებული ვარ, რომ პაციენტებს აქვთ ეს რაღაცა დიდი მოლოდინი, რომ მაინც დანიშნავთ თქვენ ამ ჯადოსნურ ინექციებს, რომლითაც ისინი წონაში დაიკრიბებენ. მე წარმოდგენილი მაქვს, რომ ყავთ ესეთი პაციენტები, ვისთანაც გიწევთ ძალიან ისეთი ძალიან ბევრი და უმეტესობასთან მიწევს დავაარა საუბარი და დარწმუნება, რომ ეს მათთვის არ არის. მოდით დავუბრუნდეთ ისევ ინსულინ რეზისტენტობას. ინსულინ რეზისტენტობა თავის დარღვევებთან ერთად ნელ-ნელა და შეპარვით გადადის მეტაბოლურ პრობლემებში, ეს გახლავთ პრედიაბეტი, დიაბეტი და ამასობაში ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება გულსისძარღვთა ჯანმრთელობაზე. და ათეროსკლეროზი, მაღალი არტერიული წნევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ საუბრობთ პრეპარატებზე, პრეპარატის გამოყენების უფლება და სურვილი უნდა შეესატყვისებოდეს ერთმანეთს. და აქ უკვე პასუხისმგებლობის მოედანი იყოფა ჩემ ნაწილად, როგორც ექიმის და პაციენტის ნაწილად. მე არ მაქვს უფლება დროზე ადრე გამოვიყენო მედიკამენტი, თუ პაციენტს შეუძლია ჭარბწონასთან იბრძოლოს თუნდაც ფიზიკური აქტივობით. ან თუნდაც ნუტრიციული პატრონაჟით, ანუ კვების სწორი დაგეგმარებით. თუ პაციენტის მზაობა არ არსებობს და ის პირდაპირ გთხოვთ მედიკამენტის გამოყენებას, აქ უკვე ძალიან ცუდ და არასასიამოვნო ჩიხში შევდივართ, იმიტომ რომ არ არსებობს მოკლესავალი გზა. ყველა გზა ჭარბწონასთან საბრძოლველად, ან ჭარბი წონით განპირობებულ ჯანმრთელობის პრობლემებთან საბრძოლველად მაინც რთულად გასავლელია და დროში გაწელვადია. კარგით, მაშინ დავდოთ სასწორზე, თქვათ ეს სიკეთეები, რასაც შესაბამისი დიაგნოზის დროს გვაძლევს ესეთი ინექციები, წონის დასაკლები ბჭყალებში და გართულებები მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში. რატომ ეკიდებით ასე ფრთხილად აი ამ ეგრეთ წოდებულ გასახდომ ინექციებს? რა უკუჩვენებები აქვს? უკუჩვენებებამდე არსებობს ჩვენებები. ჩვენება არის ჩვენ არ ვმკურნალობთ ესთეტიკას, ჩვენ არ ვმკურნალობთ კონკრეტულ ანალიზს. ჩვენ ვმკურნალობთ წონის პრობლემას
ენდოკრინულ დარღვევებს და თუ პაციენტი კვალიფიცირდება იმ კონტინგენტად, რომელსაც დღეს არა, მაგრამ ხვალ დაემართება და მისი პრედიაბეტი პირობითაც თუ დღეს პრედიაბეტია, ხვალ დაემართება დიაბეტი, რასაკვირველია, გვაქვს უფლება რომ გამოვიყენოთ პრეპარატი, თუ პაციენტის წონა ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მისი ცხოვრების ხარისხი ამით არის გაფუჭებული, ჩვენ ცუდს და უარეს შორის ვაკეთებთ არჩევანს და რასაკვირველია, დამყოლობა აქ დიდია, იმიტომ რომ პირდაპირ მითითებულია კლინიკურ გზამკვლევში, რომ პაციენტს უნდა უმკურნალოთ ამ ტიპის პრეპარატით და თუ პაციენტს ინსულინ რეზისტენტობის, პრედიაბეტის, დიაბეტის, მეტაბოლური დარღვევების ზემოდან კიდევ დართული აქვს გულსისძერღვთა დაავადებები, კვლევებით დადასტურებულია ეფექტურობა იმ პრეპარატების, რომელმაც გამოაჩინა სინათლე გვირაბის ბოლოს, იმიტომ რომ მსგავსი ეფექტურობა პრაქტიკულად სხვა პრეპარატებს არ აქვს. გასაგებია, რა დაადგინა კვლევებმა, რა ხდება იმ ადამიანის ორგანიზმში, ვინც აი ასე ჩვენების გარეშე ზოგჯერ შავ ბაზარზე მოიპოვებს ამ პრეპარატებს, ხან თქვა საზღვარგარეთ ვიღაცას აბარებს და ასე ყიდულობს და ასე შემდეგ, გსმენია ყველას ალბათ ასეთი შემთხვევები. ის არის, ამ თვალსაზრისით დიაბეტის თუ თქვათ პრედიაბეტის თვალსაზრისით ჯანმრთელი და უბრალოდ გასახდომად და მადის დასაქვეითებლად იწყებს გამოყენებას ამ ინექციების, ოზემპიკი იქნება ეს, მანჯარო თუ სხვა მსგავსი, სხვა დასახელების პრეპარატი. აი რა ხდება მის თავს? მოდით ცოტათი შევეხოთ უკუჩვენებებსაც. თქვენ მითხართ, რატომ ხართ ესეთი ფრთხილი? შეიძლება ეს ჩემი შინაგანი კონსტიტუციაა, მაგრამ მე მართლაც ძალიან ფრთხილი ვარ. კვლევებით ექსპერიმენტში და ცხოველებზე მსგავსი ტიპის პრეპარატების გამოყენების დროს იყო პროვოცირებული ფარისებრი ჯირკვლის იშვიათი ტიპის სიმსივნეები. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ გამოვიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვალი სრული სპექტრით და ვიცოდეთ ხომ არ არის რაიმე პრობლემა, ან გენეტიკაში ხომ არ არის იმ ტიპის სიმსივნური დამემკვიდრება, რომელსაც პროვოცირებს ეს პრეპარატები, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმულად მხოლოდ ექსპერიმენტში. ცოცხალ პოპულაციაში და გამოყენების დროს და სტატისტიკა უკვე ძალიან დიდია, პრაქტიკულად არ ყოფილა მსგავსი შემთხვევები. მეორე, რადგანაც მოქმედების არეალი მაინც არის კუჭნაწლავი და პანკრეასი, ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით კუჭნაწლავის პათოლოგიას და პანკრეასის ამ პანკრეატიტების რისკი არსებობს და ესეც დიდი ლუპით ვაკვირდებით გამოყენების დროს რაიმე პრობლემა ხო? ანტება ძალიან რთული პანკრეატიტები აქვს ამ პრეპარატს, ნამდვილად პირდაპირ სიფრთხილის გამოჩენისკენ გვაძლევენ რეკომენდაციას. წონის სწრაფი კლების შემთხვევაში, არა მხოლოდ ამ პრეპარატების გამოყენების დროს, მაგრამ სწრაფი კლების შემთხვევაში არსებობს ნაღვლკენჭოვანი დაავადების რისკი, ანუ კენჭების არსებობა ნაღლის ბუშჩი მარტივად რომ ვთქვათ. ანუ ესე კენჭების წარმოქმნას ძალიან ხშირია ეს პირდაპირ სტატისტიკა არსებობს, რომ წონის სწრაფი კლება ხელს უწყობს ნაღლის ბუშჩი კენჭების წარმოქმნას. ესეც არ ვიცოდი. კი ბატონო, უახლესი ესეთი დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს აი უახლესი მონაცემები, რომ იმ პაციენტებს, ვისაც აქვთ ბადურის პრობლემა, თვალის პრობლემა, გლუკოზის ციფრების მერყეობა ამ პრეპარატების დროს, ისინი არიან ანგარიში უნდა გაუწიოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შაქრის დამწევი პრეპარატები, ამიტომ რატომღაც გამოანათა კვლევაში ამანაც, რომ ბადურის პრობლემას პროვოცირებენ, თუმცა გვეუბნებიან, რომ ალბათ მკურნალობის წინარე პრობლემა იყო და მერე მოხდა ამ ყველაფრის ბიძგის. ესე იგი თვალიც უნდა გამოიკვლიოს პაციენტმა, ვინც პირდაპირ მითითებაში ჯერ არ არის, მაგრამ ალბათ სასურველი იქნება ახლო მომავალში. და მთავარი პრობლემა
ანუ ჩვენ მივედით იქამდე, რომ პრეპარატი არის შაქრის დამწევი პრეპარატი. ანუ პრეპარატი შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ იმ გათვლით, რომ უნდა დაეწია პათოლოგიურად მომატებული შაქრის ციფრები. პაციენტი, რომელსაც არანაირი პრობლემა არ აქვს და ჯანსაღი გლუკოზის მეტაბოლიზმი აქვს, თავისთავად მას აქვს ის რისკი, თუმცა კრიტიკული შაქრის დავარდნა, ესე დავარქვათ, პრეპარატს არ ახასიათებს, მაგრამ შეფარდებითი დაწევა ნამდვილად არის და შესაბამისად გარკვეული დისკომფორტი, ანუ არა გონების დაკარგვა, არა კრიტიკული სიტუაცია, მაგრამ დისკომფორტი შეიძლება შეუქმნას პაციენტს. მოკლევადიან ჭრილშია საუბარი და მსმენია რომ აი პირველი 3 დღე გამიჭირდა, იმიტომ რომ ფიზიკურად ცუდად გრძნობენ თავს, ხო? კი. ასევე არის არა აქვს მნიშვნელობა ვინ იყენებს პრეპარატს. პრეპარატი პირდაპირ მოქმედებს კუჭის გაცლის ტემპზე. როგორ? ანუ მალე იცლება უფრო კუჭი? პირიქით, შეფერხება ხდება. შესაბამისად, ესეც კიდე უფრო მეტად მოქმედებს ნაყროვანების შეგრძნებას. და ამიტომ დიდი ხანი აქვს ნაყროვანების დიდი ხანია დაყოვნება კუჭში საკვების. და შესაძლოა თქვა ამან გამოიწვიოს ყაბზობა მაგალითად? შესაძლოა გამოიწვიოს ყაბზობა, შესაძლოა გამოიწვიოს ფაღარათი. ანუ კუჭნაწლავზე როგორ მოქმედებს, იმიტომ რომ პრეპარატი თვითონ არის 94%-ში მიმსგავსებული იმ ჰორმონებთან, პეპტიდებთან, რომელიც ნაწლავში გამომუშავდება. ამიტომ ნაწლავში პრეპარატის საკვების გადაადგილების ტემპი შეიძლება შეცვალოს. და ამით გააღრმაოს დისკომფორტი, მაგალითად გულძმარვა, მაგალითად სლოკინი, მაგალითად ისეთი სისავსის შეგრძნება, რომ უბრალოდ დანახვაც კი არ შეგიძლიათ თქვენი საყვარელი საკვების. გასაგებია. ესე იგი, ესეც ერთ-ერთი რისკ ფაქტორი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული და აი კიდევ ვთქვათ რა. და მთავარი, მივედით, ეს არის გვერდითი მოვლენა და არა გრძელვადიან ჭრილში, ვთქვათ, პრეპარატის ამტანობა, ესე დავარქვათ, კუჭნაწლავის მოვლენას გულისხმობს. რაღაც უფრო ინდივიდუალური გამოვლინებებია. რასაკვირველია, მაგრამ გრძელვადიან ჭრილში აღმოჩნდა, რომ თუ ჩვენ ვიკლებთ, მოდით აი რაღაც კონკრეტული მაგალითიდან გამოვიდეთ, ხო? აი თქვათ ვიკლებთ 20 კილოგრამს. 20 კილოგრამიდან 5 კილოგრამი, 25% არის კუნთი. მაინც კუნთის განლებაცაც უნდა ველოდოთ. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ პრეპარატის გამოყენება არ არის უკიდეგანო და დროში რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ლიმიტირებულები ვართ. ან თქვათ ვიღაცა მეზობლის რჩევით, ან მეგობრის რჩევით იყენებს პრეპარატს, ხომ? მისი დაკლებული წონის მეოთხედი იქნება კუნთი. საინტერესო არის ის ფაქტი, რომ პრეპარატის მოხსნის შემდეგ ორგანიზმს აქვს ესეთი არაჩვეულებრივად კარგი უნარი, რომ აღიდგინოს ძალები. ახალგაზრდა ადამიანს მით უმეტეს. მაგრამ კუნთი აღარ აღდგება სამწუხაროდ წონის მატება რომ წავა ის მთლიანად წავა ცხიმის ხარჯზე. ანუ ის 25%-ით ცხიმით აკუმულირდება. ჩვენ ვიხდით ძალიან ძვირ ფასს და ეს არის კუნთოვანი მასა. აი რამდენ ხანში ხდება ეგ დაბრუნება, აი შეწყვეტიდან თქვათ კურნალობის. იცით რა, გააჩნია როგორ კვებას იწყებს და როგორ კალორაჟზე გადის ის პაციენტი, რომელმაც წონა დაიკლო. თუ ეს ყველაფერი ფიზიოლოგიურია, ალბათ შეიძლება ერთ თვეშიც კი აღდგეს ეს ყველაფერი, ხო? გააჩნია ასევე იმ სასტარტო წონას, რომელსაც ვიკლებთ, მაგრამ ჩვენ რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ახალგაზრდებს, მით უმეტეს თუ ჩვენება არ არსებობს. და ხშირ შემთხვევაში მე ძალიან მკაცრი ვარ ხოლმე ესეთ დროს და ვამბობ არა და მორჩა წერტილი. მაგრამ ვუხსნი რატომაც არა. და ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ხანდაზმულ პოპულაციას, იმიტომ რომ მათთან აღდგენითი პროცესი მიდის ძალიან რთულად. ამიტომ ვეუბნებით რომ განლებაც მეტია კუნთის. თუმცა პრეპარატის ხიბლი არის ძალიან დიდი. პრეპარატი ძალიან კარგად მუშაობს როგორც
შაქრის დამწევი წამალი. ამიტომ თუ ჩვენ ამ პრეპარატს მაინც ვნიშნავთ, ვეუბნებით, რომ მიირთვით ცილა და კვირაში 3-ჯერ მაინც გარკვეულწილად ივარჯიშეთ. ხო, აი ეს უნდა მეკითხა სწორედ, ეს ხომ არ არის რამდენჯერმე ვახსენე, მაგრამ ჯადოსნური ჯოხი რომ მოიქნევ და დანარჩენი ყველაფერი გააგრძელე როგორც აქამდე იყო. პრეპარატის გამოყენებასთან ერთად ცხოვრების წესის ცვლილებაც ალბათ მნიშვნელოვანია, რომ არ დავთქვათ ეფექტის შენარჩუნებისა, ჯანმრთელობის თვალსაზრისით გამართლებული აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში და როგორი უნდა იყოს ეგ ცხოვრების წესი? ცხოვრების წესი ალბათ იცით რა ძალიან არაპოპულარულია ეს რჩევა, იმიტომ რომ როგორც ვისწრაფვით ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ რომ მივირთვათ რეჟიმში, მივირთვათ პატარა ულუფებით, გავანთავისუფლოთ დღის მეორე ნახევარი, ბალანსირებულად გავაკეთოთ აქცენტი, ვთქვათ ცოტა ნახშირწყალი, მეტი ცილა, მეტი უჯრედისი, ხილი ბოსტნეული. ეგრე თუ იყვება, არ მოიმატებს 60 კილოს ადამიანი. კი ბატონო, რასაკვირველია, არ მოიმატებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მართლა არ არის რაღაცა მეტაფიზიკური საშუალება იმისთვის, რომ შეუბეროთ სული და გავაქროთ ის ჭარბი წონა, ხო? ამასაც გაანალიზება სჭირდება. და აი ზუსტად გუშინ ამომიგდო სოციალურ ქსელში ერთ-ერთი უცხოელი ბლოგერის რაღაცა ვიდეო, სადაც გვაჩვენებდა რაღაც თავის ყუთს, სადაც ჰქონდა ესეთი არ ვიცი რა ქვია მაგას, ინექციების კოლექცია მოკლედ. და ხან ერთს ირჭობს მუცელში, ხან მეორეს, ამბობს რომ ეს ერთი არის რაღაცა ახალგაზრდავებელი და რაღაცა შეიცავს გარკვეულ ნივთიერებებს, მეორე არის სახის კანისთვის და ასე შემდეგ. ჩემთვის ეს აბსოლუტურად სიახლე იყო, იმიტომ რომ რა ვიცი, მთელი სილამაზის ინდუსტრია ამის არის გადაირიოს იმით, როგორ თქვა შეგიტყოს თავისთან და ეს თუ ორი ინექციით გვარდება ეს დრამები, ნამდვილად არ ვიცოდი. ზოგადად რაღაცა ტრენდშია თითქოს მედიკამენტებით და ინექციებით ზრუნვა წონის გარდა, თქვა გარეგნობაზე და სილამაზეზე. და კიდევ ცხიმის მწველი ინექცია. მივუბრუნდები ის რაც არ მithქვამს და არ გამოვიდეს რომ პრეპარატთან დაკავშირებით მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში მაქვს ჩემი აზრი. პრეპარატი არის სრულიად არაჩვეულებრივი და ასაკოვან პოპულაციაში არსებობს ესეთი კვლევა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი წონისკლების პროცესში მათი ცხიმოვან ქსოვილთან ერთად კუნთოვანი მასაც მცირდებოდა, მათ არსებობს ესეთი ტესტი, ფუნქციური ტესტია, შევაფასოთ კუნთის ძალა. და ინგლისურად ქვია grip ტესტი, ანუ მოჭიდების ტესტია. როგორი მოჭიდება შეიძლება განავითაროს კუნთმა და კვლევებში აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კუნთის მასა დაიკარგა, კუნთის მუშაობის ხარისხმა მოიმატა. და რაც შეუძლია აკეთებს მოკლედ. ყველაფერს აკეთებს და სავარაუდოდ ჩვენ რაზედაც საუბრობდით, ქსოვილის ხარისხი გაუმჯობესა, ანუ მასში შედინებული ცხიმის კუნთში და ძვალში აი ეს ხარისხი გაუმჯობესა. ამიტომ პრეპარატის გამოყენებას შეიძლება ახალი გარკვეული ერა გაეხსნას. სწორედ აი თქვენ რასაც ბრძანებდით, ხო? გაახალგაზრდავების კონტექსტში შეიძლება ქსოვილი გაახალგაზრდაოს. ძალიან პირობითად ნათქვამია ეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება. თუმცა ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, იმიტომ რომ ჩვენც ვსწავლობთ პრეპარატთან ურთიერთობას. შეუძლებელია, რომ ქრონიკული პრობლემის გამო არსებული პრეპარატი რომელსაც იყენებ 2017 წლიდან და რომელსაც გასახდომად იყენებ 2021-დან თუ არ ვცდები, შეუძლებელია, რომ ყველაფერი იცოდე და გამოჩნდეს კვლევაში.
ეს ყველაფერი არის პოსტ-მარკეტინგული, ანუ მას შემდეგ რაც წამალმა რაღაც გარკვეული რეპუტაცია შეიძინა და ჩვენ ვიცით და დაშვებულია რომ წამალი უნდა გამოვიყენოთ, გამოყენების შემდეგ უამრავი ინფორმაცია გროვდება და უამრავი კვლევა ჯამდება. შესაბამისად, ამას ჭირდება დრო. მაგალითად, ეხლა ახალი კვლევები წამოვიდა, რომ პრეპარატი შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს ალცჰაიმერის დაავადების დროს. შეიძლება. ან შეიძლება, კი, იმიტომ რომ არსებობს ესეთი მონიშვნითი კვლევები, როდესაც პრეპარატის ორგანიზმში განაწილებას, ანუ რა ორგანოებში გროვდება, სად ხდება მისი ძირითადი აკუმულაცია, ხო? რაღაცა მანათობელი ნივთიერებით მონიშნავენ და მერე გადაიღებენ ეს კვლევარების საქმეა, რა თქმა უნდა, და არა პრაქტიკოსი ექიმების. და თავის დაფიქსირდა, რომ ჰიპოთალამუსში ძალიან დიდი კონცენტრაცია აქვს. თან იმის ტვინის ყველაზე დაუცველ ნაწილში და აღმოჩნდა, რომ პრეპარატი არა მხოლოდ ჭამაზე უარს გვათქმევინებს, არამედ მაგალითად შემხებ კავშირში ალკოჰოლზე უარის თქმა. შემხებ კავშირშია თამაშზე უარის თქმა. ანუ მაგნიტ დამოკიდებულებაზე შეიძლება გარკვეულ დამოკიდებულებაზე შეიძლება ეს მხოლოდ გარკვეულ მცირე მოცულობის კვლევებში ჩანს, მაგრამ ჩანს. შემდეგ შევხვდეთ კიდევ ერთხელ ეს კვლევები რომ დასრულდება და მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომლებიც ყოველთვის ეძებენ რაღაც ბუნებრივ ჩამნაცვლებლებს რა და ძალიან დიდი ინდუსტრია არის ასევე ეგრეთ წოდებული მადის დამაქვეითებელი ბუნებრივი ინგრედიენტებით თუ სხვადასხვა რაღაცა ჩაისხის ექსტრაქტი და ასე და ასე შემდეგ, რომელსაც ძალიან ხშირად შემდეგ ასე ვთქვათ ვიტამინების თუ დანამატების სახით გვთავაზობენ ბაზარზე. მართლა მაინტერესებს რეალურად არსებობს ბუნებაში მადის დამაქვეითებელი რამე ბალახი, მცენარე, ნივთიერება, რამე სითხე. მე რომ გითხრათ, ბუნებრივი პარაცეტამოლი. რა ასოციაცია გაგიჩნდებათ? არ ვიცი, რა უნდა აი თქვათ ბალახი, რომელიც არის პარაცეტამოლის ან ბუნებრივი ადვილი, ან ბუნებრივი ანალგინი. რა მოგივათ თავში აზრად, ალბათ ის რომ სიცხეს დაგიწევთ, ხო? ან ის რომ თავის ტკივილს გაგიქრობთ, ხო? მე ზმრიანი ნასკებით გარდაერაფერი არ მასწრდება. ბავშვობის ტრავმები. ბუნებრივი წონის დამაქვეითებელი საშუალებები არის პატარა მარკეტოლოგიური ხრიკი. ანუ რა უნდა გააკეთოს ბუნებრივმა საშუალებამ? ან უნდა დამიქვეითოს მადა, ანუ მოხმარება შემიმციროს, ან უნდა გამიზარდოს ნივთიერებათა ცვლის ტემპი. მერითის დავხარჯავ ენერგიას და შეიძლება რომ გავხდე. არ არსებობს ეგეთი მადის დამაქვეითებელი საშუალება ბუნებრივი არ არსებობს. არსებობს გარკვეული ტიპის მცენარეები, მაგალითად უამრავი პრეპარატი მცენარის საფუძველზეა დამზადებული. ამიტომ არადოზირებულად გარკვეული მცენარის მოხმარება არის როგორ გითხრათ, პრეისტორიულ პერიოდში გადაჭრა და იმის იმედის ქონა, რომ თქვა ძეზვა და მზია თუ რაღაცას გამოიყენებდა თავისთვის სამკურნალოდ, ეს ჩავანაცვლოთ დოზირებული მშვენიერი კვლევა გავლილი პრეპარატით. თუ მართლაც საჭიროა პაციენტს. რასაკვირო, მაგრამ არსებობს ხელის შემწყობი საშუალებები. მაგალითად, არის ისეთი დანამატები, რომელიც ნუტრიციოლოგს ან თუნდაც ენდოკრინოლოგს მიაჩნია, რომ არ მომწიფებულა პაციენტი იმისთვის, რომ მან გამოიყენოს ძლიერ მოქმედი პრეპარატი, თუმცა რაღაცა შეუნარჩუნებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. ვთქვათ ეს რა დანამატებია, სახელებით არა, მაგრამ რა ნივთიერებებმა შეიძლება პირობითად რომ ვთქვათ, არსებობს ესეთი მცენარე ბერბერინი, პრეპარატს ან დანამატებს ქვიათ ნივთიერებას ქვია ბერბერინი, ხო? რომელიც აი ჩვენ რომ საუბრობდით, კუჭის გაცლის ტემპს აქვეითებს. მსუბუქია, დაშვებულია და ვთქვათ, შესაძლოა მისი გამოყენება. მაგრამ ეს არ არის წამალი, ეს არის ბერბერის
ექსტრაქტია, კი ბატონო. ან თუნდაც პოპულარული და ყვადაღებული ომეგა-3, ხო? რეალურად მისი როგორც პრეპარატის დისკრედიტაცია მოხდა ბევრი კვლევებით და ვიცით რომ წამლად გამოყენება არა, მაგრამ თუ პაციენტს უნდა რომ რაღაც შეავსოს, თქვათ, არ იკვებება სათანადოდ, ან ნუტრიციოლოგი დაუნიშნავს, ან მისი ექიმი დაუნიშნავს, რატომაც არა. დანამატი არის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხარდამჭერი საშუალება. ან თუ ვიცით რომ კვებასთან ერთად რაღაცას ვერიდებით, თქვათ, ვეგეტარიანული ან ვეგანური კვების დროს ვიცით რომ გვინდა რაღაცა შევავსოთ. რატომაც არა, უნდა შევავსოთ, მაგრამ ყველა ესეთ დანამატს აქვს რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა, ხო? არ უნდა გავცდეთ რაღაც რაოდენობას. სხვათა შორის ChatGPT-ს ვკითხე რა არის ბერბერინი, თქო და აი წამებში მომწერა რომ ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებასო, ეს ასე ვთქვათ ნივთიერებაო და ინსულინის ფრძნობელობას აუმჯობესებსო და ამცირებს გლუკოზის წარმოებას ღვიძლშიო. ეთანხმებით ChatGPT-ს? ChatGPT-ს მე და ChatGPT ძალიან დიდი მეგობრები ვართ, ასე რომ მართლა ხო? კი. ChatGPT არის არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ძალიან ბევრ რაღაცაში მხარი აგიბას და დაგეხმაროს შენ ძირითად საქმიანობაში. არა მხოლოდ პრაქტიკაში, არამედ მეცნიერებაში. მართლა. სხვათა შორის მინდოდა მეკითხა, თუ გრძნობთ მაგას პაციენტებისგან, რომ ისინიც მეგობრობენ ChatGPT-სთან, როცა თქვენთ არ მოდიან. გრძნობ და ძალიან მოხიბლული ვარ ამ თემით. ზოგადად, იმიტომ რომ მგონია რომ ChatGPT არის არაჩვეულებრივი ასისტენტი იმისთვის, რომ მონაცემები დამუშავდეს. ჩვენ ძირითადად ამისთვის დროის და ენერგიის გამოყოფა გვიჭირს, როდესაც ჩაძირულები ვართ ჩვენ კლინიკურ პრაქტიკაში და ChatGPT არის არაჩვეულებრივი საშუალება იმისათვის, რომ მეცნიერების მოცულობის რეანიმირება მოხდეს სამედიცინო სამყაროში. რა ძალიან კარგია. ძალიან კარგია, როდესაც ინფორმაციის დამუშავება, ან სტატისტიკური დამუშავება, ან გარკვეული თავმოყრა გჭირდება. და რას ფიქრობთ იმაზე, როცა საკუთარ თავს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დიაგნოზებს უსვამენ? ხო იცით რა უსვამენ? ვიცი და მგონია რომ იცით რა თავის დამშვიდების მიზნით შეიძლება ექიმთან ვიდრე ვიზიტი მოგიწევთ რაღაც გარკვეულ დიალოგში შეხვიდეთ ChatGPT-სთან, მაგრამ არ მგონია რომ ChatGPT-ს ანალიტიკური უნარი საკმარისი იყოს იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, სწორ დიაგნოზზე შეიძლება გავიდეს და ექიმისთვის ზუსტად ეს არის ძალიან მომხიბლავი. ანუ ის კარნახობს მიმართულებას, მაგრამ მიმართულება შენ უნდა აერჩიო. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მედიცინა არ არის მონაცემთა დამუშავება. რა თქმა უნდა. მედიცინა არის უნიკალური ურთიერთობა ორი ადამიანის და ადამიანური ფაქტორის გათვალისწინება, რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, ხომ? ციფრებს ჩვენ არ მკურნალობთ. ჩვენ მკურნალობთ ჩივილებს, ჩვენ მკურნალობთ გარკვეულ ემოციურ დამოკიდებულებას. მე ზოგჯერ სიტყვითაც მკურნავთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ექიმთან მიდიხარ და ის გელაპარაკება და რომ გამოდიხარ კაბინეტიდან, ზოგჯერ ბევრად უკეთესად გრძნობ თავს. და ამას ChatGPT მე მგონი ვერ აღწევს. ჯერ ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ჭკვიან ექიმს მე მგონი ვერასდროს ჩაანაცვლებს. ყოველ შემთხვევაში ChatGPT არის არაჩვეულებრივი საშუალება მედიცინაში. ჩვენ ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას და უგულვებელყოფთ მეორე მოსაზრებას, მესამე მოსაზრებას. რაც მეტი მოსაზრება არსებობს, მით უფრო სწორ მიმართულებას იღებ და ეს არის სრულიად არაჩვეულებრივი და ამაში წამს რო დაგვეხმარებ. აუცილებლად მინდა კითხოთ, სწორედ აი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ქალბატონი მეუბნებოდა ამას წინ, რომ თუ არადაო რაღაც დავირჭობო ამ ლიპოლიტიკებსო, იციო რა კარგიაო, ცხიმის წვაშიო, ძალიან მეხმარებაო. არსებობს ეგეთი ცხიმის მწველი პრეპარატი, ინექცია, არ ვიცი, რაღაცა პლასტირი, რომელსაც ალბათ არსებობს პროცედურა. მაგრამ პირდაპირ ცხიმოვან ქსოვილს დავუპირისპირდეთ თლიანობაში,
შეუძლებელი. შეიძლება წერტილოვნად რაღაცა კოსმეტიკური პროცედურა არსებობს, რაზედაც ვერც დაგეთანხმებით და ვერც უარს გეტყვით, მაგრამ ეს არ არის მტკიცებითი მედიცინის ნაწილი. არ ვიცი. გადავამოწმებ და დაგიბრუნდებით პასუხით, არ ვიცი. თუმცა, აი კიდევ ერთი რამ მსმენია და მითია თუ რეალობა, რომ ცხიმი, რომელიც აი ესეთი ძალიან ესეთი რადიკალური ჩარევების შემდეგ, თუნდაც პლასტიკური ოპერაციის შედეგად გაქრა, თუ თქვათ შესაბამის ცხოვრების წესს არ მიახმარ, ისევ ბრუნდება და ორგანიზმს აქვს აი ეს რაღაცა უნარი, რომ აიღოს და მერე სხვაგან ჩაალაგოს. მართალია? ეს არის ფიზიკა. ეს არის ენერგიის მუდმივობის კანონი. მე თუ ზედმეტს მივირთმევ და იცით როგორი რაღაცაა არსებობს ესეთი შეიძლება ვართულებ, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესოა. არსებობს ცნება მეტაბოლური მოქნილობა, metabolic flexibility. დიახ. ეს რა არის? ეს არის ის, რაც ჩვენ მოგცა ევოლუციამ. ჩვენი სხეული ხო ზეზოს და მზიას სხეულია. გვინდა ჩვენ ეს თუ არ გვინდა, შეიძლება მეც ვფიქრობთ, მეტი ინტელექტუალური შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ ფიზიკური მონაცემებით იქ ვართ. შესაბამისად, ჩვენი სხეული მიჩვეულია გადარჩენას. იმისთვის, რომ გადარჩეს, უნდა რაღაცა დააგროვოს. იმ პერიოდისთვის, როცა ხელმისაწვდომი მისთვის თუნდაც საკვები არ იქნება. ამიტომ მეტაბოლიზმი მოწყობილია კვება შიმშილის რაღაცა გარკვეული ზებრა, ხო? რომელზედაც ჩვენ უნდა ვიაროთ. სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ჩვენ ამ ზებრას არ მივსდევთ, იმიტომ რომ ჩვენ ორგანიზმს არ ვაშიმშილებთ. ის მოგთხოვს კვებას. რა თქმა უნდა, ვაწვდით. და ჩვენ თუ გარკვეულ ათლეტურ ფორმაში არ შევიყვანეთ, ვაჭამეთ 3-4 საათი დავასვენეთ. მერე კიდევ ვაჭამეთ, კიდევ 3-4 საათი დავასვენეთ. ის არ მიეჩვევა თავისი ფიზიოლოგიის რეჟიმის გადართვას, დაზოგვა ხარჯვაზე. ანუ როცა თქვენ არ ჭამთ და რაღაცა გაქვთ დაზოგილი, ორგანიზმი იძულებულია, რომ თავისი რეზერვი გახარჯოს. ანუ ის მოიხმაროს და რასაკვირველია და განსაკუთრებულად ამ რეზერვის მოხმარება ხდება ღამის საათებში, ხო, როცა ჩვენ გვძინავს. ანუ როცა შენელებულია მეტაბოლიზმი. მეტაბოლიზმი კი შენელებულია, მაგრამ ყველა ორგანო მუშაობს ჩვეულებრივად. ანუ თავის ენერგეტიკული ცვლა ორგანიზმს მოწოდების სიმაღლეზე აქვს. შესაბამისად, ჩვენ მაინც ენერგია გვჭირდება და ამ ენერგიას ვიღებთ ღვიძლის შემონახული რეზერვებიდან და მერე უკვე სხეულის ზედაპირზე შემონახული რეზერვებიდან. ამიტომ ჩვენ ეს ინტერვალური კვების კონცეფცია ზუსტად აქედან მოდის, ხომ? რაღაცა ისეთი პერიოდის განმავლობაში დავტოვოთ ორგანიზმი მშიერი, რომ თავისი რეზერვი ადგეს და გახარჯოს. გასაგებია. ესე იგი, ევოლუციურადაც ცოტა ამოვარდნილი ვარ. მე მგონი მე ეგ რეზერვიც არ მაქვს. რადგან წონის დეფიციტში ვიმყოფები, თუმცა გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს, რომელიც მომეცით და ჩემს გამომწერებსაც ვირდები, რომ 1-2-3 კილოს აი ამ სეზონზე ავკრებ. მინდა დიდი მადლობა გითხრათ, რომ იყავით ჩვენი პოდკასტის სტუმარი, იმიტომ რომ ვიცი რომ არ არის განებივრებული, მით არც სატელევიზიო და არც YouTube სივრცე თქვენი სტუმრობებით და ასეთი კარგი რეკომენდაციებით და მადლობა რომ გვესტუმრეთ. დიდი მადლობა თქვენი ინტერესისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან სტუმრობა. დიდი მადლობა, მე კი მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით.